მოგიყვებით როგორ გვატყუებს ჩვენი ტვინი. მარიამს ჰქონდა ძალიან რთული და საინტერესო პროექტი გასაკეთებელი და მას ჰქონდა მისთვის 2 კვირა. როდესაც მარიამი მივიდა სახლში, მისი პირველი ფიქრი იყო: დღესვე შევდგები გეგმის დაწერას. მაგრამ მერე ჩათვალა: არა, მე ხომ 2 კვირა მაქვს, რატომ უნდა ჩავშდე ჩემ გეგმას დღეს? გავაკეთებ ამას ხვალ. თუმცა ხვალ მარიამი არ იყო ხასიათზე, ზეგ იყო ხასიათზე, მაგრამ მას ჰქონდა სხვა მნიშვნელოვანი საქმეები. ამის შემდეგ მარიამმა ვერ გაიგო საიდან უნდა დაეწყო და ასე გავიდა 2 კვირა. პრეზენტაციის წინა საღამოს მარიამი ჩაუჯდა პროექტის გაკეთებას, გაატარა მთელი ღამე ამ პროექტზე მუშაობაში და დილით წავიდა სკოლაში, გამოძნებელი და დაღლილი. რა თქმა უნდა, კარგად ვერ ჩაატარეს პრეზენტაცია. საქმების გადადება, როგორც იყო მარიამის შემთხვევაში, ქვია პროკრასტინაცია. და პროკრასტინაციის დროს ჩვენი ტვინი უკანასკნელი მატყუარასავით იქცევა. ტვინი გეუბნებათ, რომ არ ხართ ხასიათზე, ან გცივად, ან გცხელად, ან მერე იზამთ, ან მერე ძალიან ბევრი დრო გაქვთ, ან ძალიან ბევრი დრო ამისთვის გაქვთ, რატომ უნდა ჩავშდეთ დღესვე. მაგრამ სინამდვილეში მიზეზი სულ სხვა რაღაცაში შეიძლება იყოს. საქმე შეიძლება იყოს თქვენთვის რთული, ან მოსაწყენი, ან უბრალოდ გეშინიათ, რომ არ გამოგივათ. პროკრასტინაციის დროს ძალიან მნიშვნელოვანია არ დაუჯეროთ ტვინის ტყუილებს და ზუსტად დაადგინოთ მიზეზი და ეს დაგეხმარებათ მიზეზის გადალახვაში. მაგალითად, თუ პროექტი არის რთული, უბრალოდ ეცადეთ მოიძიოთ ინფორმაცია ან სთხოვა დახმარება. თუ საქმე არის მოსაწყენი, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ მხიარული საქმეები არ შეიძლება იყოს წარმატების მიღწევაში. თუ თქვენ უბრალოდ არ იცით საიდან დაეწყოთ, დაწერეთ ერთი სიტყვა, ერთი ფრაზა, მერე დაამატეთ კიდევ ერთი და თქვენ მიხვდებით როგორ უნდა გააგრძელოთ. ყველა ვარიანტში თქვენ ზუსტად და გულთბილად უნდა თქვათ რა არის რეალური მიზეზი და არ დააბრალოთ სხვა რაღაცას. ამ შემთხვევაში თქვენ შეიძლება გადალახოთ თქვენი პროკრასტინაცია და ბევრად უფრო წარმატებული იყოთ მომავალში.